ბავშვებში როგორც წესი, კანის ავთვისებიანი სიმსივნეები არ გვხვდება. გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკით. კავშირებული არის პოსტოპერატიული ჭრილობის არასათანადო მიღებასთან. რამდენიმე წარმონაქმნის ერთად მოცილება როგორც სხეულზე, ასევე სახეზე შესაძლებელია. სახეზე შესაძლებელია შეგვხვდეს წარმონაქმნების მრავალი ტიპი. ხალები, სებორული კერატოზი, კანის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, ფოლიკულური კისტები და გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკით. ვინაიდან ზოგიერთი წარმონაქმნი ახალგაზრდებში არ გვხვდება, ხოლო ზოგიერთი წარმონაქმნი შეიძლება ყველა ასაკში განვითარდეს. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება ტოპიკური ანესთეზიის გამოყენება ადგილობრივად მალომის სახით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში ანესთეზია ხდება ინjekციის საშუალებით. გართულებები როგორც სახეზე, ასევე სხეულის ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს ერთი ტიპის. ძირითადად არის ინფექცია, პოსტოპერაციული ჭრილობის დაინფიცირება, რაც პრინციპში დაკავშირებული არის პოსტოპერაციული ჭრილობის არასათანადო მიღებასთან. ასევე არის ხშირად კითხვა, არის თუ არა განმეორების შანსი. არის წარმონაქმნები, რომლებიც შეიძლება რეციდივირდეს, თუ ვერ მოხერხდება მათი ადეკვატური მოცილება, ან ელექტროკოაგულაცია, ან ქირურგიული ჩარევა. რამდენიმე წარმონაქმნის ერთად მოცილება როგორც სხეულზე, ასევე სახეზე შესაძლებელია. ყოფილა შემთხვევაში, როდესაც 10-12 ცალი წარმონაქმნი მოგვიცილებია გართულებების გარეშე. გააჩნია პაციენტის ფსიქოემოციურ სტატუსს, ასევე წარმონაქმნის ზომას. ბავშვებში როგორც წესი, კანის ავთვისებიანი სიმსივნეები არ გვხვდება. ძირითადად ბავშვებში გვხვდება კაპილარული მალფორმაციები, ასევე ვირუსული მეჭეჭები, კონტაგიოზური მოლუსკი, შეიძლება ფოლიკულური კისტები და ცხადია ნეუსები.